ასეთი პასკა გამოდის ერთდროულად ნოტიოც და ფუმფულად, ძალიან გემრიელი. მოსამზადებლად დაგჭირდება 500 გრამი შაქარი, 250 გრამი მაღალპროცენტიანი არაჟანი, სუნელები, 4 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის გული. ცილა შეგიძლიათ გამოიყენოთ გლაზურის მოსამზადებლად. ვიქონიოთ 2 კილოგრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი. დასაწყისში გავცრათ მხოლოდ 1,5 ფქვილი. დანარჩენი ფქვილი გადავინახოთ და გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში. დაგჭირდება 500 მილილიტრი თბილი რძე, რომელშიც დავამატებთ 2 სუფრის